19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. მონები არიან, დადგება დრო! ეგ ბავშვები სულანი გამონე და ეგენი დასხმებიან მაგათ ადგილზე. დაიკავებენ, არ ველოდებოდ. ტყუილებს ლაპარაკობენ. ტყუილებს. სად შეუთხაზეს ამ ბავშვებს ესეთი ტყუილები? სად შეუთხაზეს? ქართულ სასამართლოსგან ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, თუმცა მოსმენა ისეთივე მძიმე აღმოჩნდა, როგორც პირველ სასამართლოზე იმის გაგება, რომ მათ ეს აპატიმრებდნენ. Საქონდა ილუზია იმის, რომ აღკვეთ ღონისძიების შეცვლა მოხდებოდა დღეს, ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც უკვე წინასწარ ჩვენთვისაც იყო ცნობილი. პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა თავად მათე დევიძემაც. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. ყველაფერზე დავავადე იმის შემდეგ არ აიწყოს წინა მოსამართლეა ახსოვს ვაიზუსტა ჩემი ოჯახური მდგომარეობა არც ჩემი წარსული საერთოდ არაფერი მოუწვიდა ჩემს ოჯახს საყვარელ გუნდებს არის ვიდეო ჩემი გიტარისტებაც პატიმრობა ეს არის დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან დღევანდელ სხდომაზე დევიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა. პროკურორის განმარტებით მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხები კვლავ არსებობს. მათე დევიძის ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველების თქმით, ვინაიდან გამოძიება უკვე დასრულებულია, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატებმა დევიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შუამდგომლეს და ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს მიანდეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი რაიმე ახალი არსებით ხასიათის გარემოება, რომელიც შესაძლოა საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულის მიმართ შერჩეული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით. ისევე როგორც ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, როდესაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოსალოდნელი საფრთხეები და სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული, ამ ეტაპზეც მითითებული საფრთხეები იგივე მოცემულობით არსებობს და არ შეცვლა მათი ხარისხი ინტენსივობა, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში სხვა თუნდაც ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა რელევანტური და შემზღუდველი, როგორც აღნიშნე, ახალი არსებითი ხასიათის გარემოებაც ამ კონტექსტში არ არის გამოკვეთილი. ადამიანის კანონით დაცულ თავისუფლების სფეროში ჩარევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ემყარებოდეს არა აბსტრაქტულ, არამედ ობიექტურად არსებულ გარემოებებს, რაც წარმოშობს თავისუფლების შეზღუდვის გარდაუვალ აუცილებლობას, ხოლო ჩარევის უკიდურესი ზრმა კი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ არც 22 ნოემბერს, როცა მათე დევიძეს შეეფარდა პატიმრობა და არც ახლა, 2 თვის შემდგომ არ არსებობს თავისუფლების შეზღუდვის გარდაუვალი აუცილებლობა, ვინაიდან, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, ბრალდებულს პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს, თუ შესაძლებელია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ის მტკიცებულებები, რაც სასამართლოშია წარმოდგენილი ალბათობის მაღალი ხარისხით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა, სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდებულ მათე დევიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაეცეს არსებითად განხილვას. მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ. თუმცა 48 საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლის შეუცვალეს და ახლა გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავება. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.